რაც შეეხება ჩრდილო კორეის ჩინეთთან ურთიერთობას, ეს ხაზით საკმაოდ აქტიურია ბოლო წლებში. თავად ჩინეთიც ხაზს უსვამს ჩრდილო კორეის მნიშვნელობას, თვისებრივ მნიშვნელობას მის რეგიონულ უსაფრთხოებაში, რაც მაგალითად გამოიხატა გასულ წელს პეკინში გამართულ სამხედრო აღლუმზე, როდესაც ჩინელებმა აღნიშნეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების 80 წლის თავი და აი ამ აღლუმზე სი ძინპინთან ერთად ბევრი რამდენიმე ათეული ლიდერი იყო იქ ჩასული. და მის გვერდით ყოველთვის იყო კიმ ჩენ ინი წარმოდგენილი, რაც აი ხაზს უსვამდა ჩრდილო კორეის ზოგადად როლს და იმ მსხვერპლს, რომელიც მათ გაიღეს მეორე მსოფლიო ომის დროს ჩინელებისთვის. რაც შეეხება თვითონ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, ეს ორი ქვეყანა ყველაზე ახლოს არის ერთმანეთთან ისტორიული გამოცდილებით და ურთიერთობით. მათ ჯერ კიდევ 1961 წელს გააფორმეს ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულება მაოძედუნის დროს, როდესაც ჩინეთმა რეალურად აიღო პასუხისმგებლობა ჩრდილო კორეის უსაფრთხოების გარანტირების, რომ მაგალითად თუ კი სამხრეთ კორეა ან შეერთებული შტატები დაესხმებოდა თავს ჩრდილო კორეას, ჩინეთი ავტომატურად ჩაერთვებოდა ამ კონფლიქტში და დაიცავდა ჩრდილო კორეას. თუმცა თუ კი ჩრდილო კორეა წამოიწყებდა კონფლიქტს სამხრეთ კორეის მიმართ, მაშინ ამ პასუხისმგებლობას ჩინეთი არ იღებდა. თუმცა ფხენიანსა და პეკინს შორის ურთიერთობა არ ყოფილა ყოველთვის სტაბილური და ის დინამიკის ცვლილებით გამოირჩეოდა, იყო კრიტიკული მომენტებიც და ასეთაც წარმოდგა 1990-იანი წლები, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, ჩინეთის ეკონომიკა გაიხსნა გლობალური ეკონომიკის მიმართ და ჩინელებმა პირველად დაიწყეს ურთიერთობა სამხრეთ კორეელებთან და მოხდა ეგრეთ წოდებული სეულის ხელისუფლების ლეგიტიმაცია პეკინის მხრიდან, რამაც პროტესტი გამოიწვია მაშინ ფხენიანში. ასევე ამ პერიოდში ჩინეთმა შეუჩერა ეგრეთ წოდებული პრეფერენციული ვაჭრობა ჩრდილო კორეას, მანამდე ცივი ომის განმავლობაში საბითუმო ფასებში აძლევდა პროდუქციას საქონელს ჩინეთი ჩრდილო კორეას და ეს რეჟიმი შეჩერდა, თუმცა მოგვიანებით ის აღდგა. თუმცა ჩრდილო კორეის მნიშვნელობა ჩინეთისთვის იზრდება 2010-იანი წლებიდან, რაც გამომდინარეობდა ამ გეოპოლიტიკური ტენდენციებიდან, გამომდინარე იქიდან, რომ შეერთებულმა შტატებმა დააანონსა ეგრეთ წოდებული გეზი მიმართება აღმოსავლეთ აზიისკენ, ანუ ჩინეთის შეკავების პოლიტიკა ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას და ამ შეკავების პოლიტიკის ამოქმედება ჩრდილო კორეის მნიშვნელობა ხელახლა დააყენა დღის წესრიგში ჩინეთისათვის.